მოგახსენებთ, რომ ჩვენი ფრაქცია თავიდანვე წინააღმდეგი იყო საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის თანხის გამოყოფაზე, რადგან თვლით, რომ განათლების სამინისტროს უშუალო პრეროგატივა იყო საჯარო სკოლების მოვლა პატრონობა. მაშინ ქალბატონმა ზამირა მაშინ მოგცა განმარტება, რომ აღნიშნული მიზნიდან თანხები მხოლოდ მოსწავლეთა სასწავლო საგანმანათლებლო ღონისძიებების ეფექტურობის ამაღლებას, დამატებითი განათლების მიცემის ხელშეწყობას და განსაკუთრებული ნიჭის მქონე მოსწავლეების გამოვლენას წარმოჩენას მოხმარდებოდა. იგივდება ყოველთვის ერთი სამსახურია 4 განყოფილება. 4-ვე განყოფილებას აქვს სხვადასხვა კოდი. შეიძლება ხელშეკრულება დაიდოს ერთი და გაიწეროს იქ 3 განყოფილების, თქვა ციგნებს ყიდულობს სამსახური 3 განყოფილება და იყოს ერთ ხელშეკრულებაში მოქცეული, საარესტო მომსახურება ერთ ხელშეკრულებაში მოქცეული, მაგრამ აქვს კოდი სხვადასხვა მინიჭებული. ეხლა მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირად არ შეიძლება კულტურული ღონისძიებისთვის თანხა გაიწეროს განათლების განყოფილებიდან ან ახალგაზრდობის ძელთა დაცვის და ასე შემდეგ სამსახურის მიერ გაფორმებული იყო 3 ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ ახლა გავახმოვანეთ, სადაც მითითებულია კონკრეტულად კულტურული ღონისძიებებისათვის არის შესყიდული ტორტები, ყვავილის დაიგულები და ესეთი არამთან არის გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც მითითებულია კულტურული ღონისძიებებისათვის და თანხა გადარიცხულია 0402 კოდიდან, რაც არის საჯარო სკოლების ხელშეწყობის ფინანსური მხარდაჭერის კოდი. ანუ სხვა კოდებთან ერთად თანხა გადარიცხულია, აქეთ საერთო ჯამში 3 ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული მოქმედან გადარიცხულია 3454 ლარი, რაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის თანხების არამიზნობრივი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი